მას არაერთი პროფესია აქვს, თუმცა მთავარი პროფესია თბილისელობაა. ისე სანამ მსახიობი, მოცეკვავე და მწერალი გახდებოდა, ცოტა ხანს ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობდა. თუმცა რეპრესირებული მამიშვილი მალევე მიხვდა, რომ ქუჩა ხეირს არ მოუტანდა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თქვენს წინაშეა გივი სიხარულიძის აწყვეტილი ინტერვიუ. მაშა სადამე გუმანი მიხვდები, რომ ეს ინტერვიუ გამოვა აწყვეტილი, თქვენს აწყვეტილ ცხოვრებას თუ გავითვალისწინებთ, ჩემი ბატონო. რა, შენ ჩემს ბაკაც ეხა და დავაი შურული როგორ გიქ. თან წესები იცით, ხო? და მე არ მონტაჟდება. ვიცი, მე ველაპარაკოთ რა. კარგი. მაშინ დავიწყოთ თავიდან. როდის აიწყეთ პირველად ბატონო გივი? ნუ ეხა ავიწყეთ რა შეხოცი მე მამა გადასახლებული ყავდა პოლიტიკურზე. ქუჩაში ვიზრდებოდი. ქუჩის წესებით გავიზარდე რა. სულ პატარა ბიჭმა მივხვდი უკვე 13 წელს ვიყავი რომ მე გავიზარდე ვარანცოვზე. ვორონცოველი ვარ და სვანს უმაში ბებიას ამიზდებოდი და იქ სომხები ქურთები აისორებთან მიზდებოდი რა და ჩემ თავს უთხარ რომ გივიჯან შენ თუ აქ ეხლა არ იქნები რუსული სიტყვა დერსკი არაფერი არ გამოგივა შენ დაგჭაგრავე ისინი მაგრები იყვნენ ბავშვობაში რა მეშინოდა რა მაგრამ ჩემი შეგეშინებოდ თავარა ბალეტზე დადიოდი თან იმ დროს ხარ ელასებოდა ბალეტზე გითხრა და ჩემ თავს უთხარ რომ მე უთხარ რომ მიაწვე ბოლომდე და ეხლა რა იყო ისი არსენალზე იქ ავიდოდით გორიდან უნდა გადახტესენი ხდებოდნენ ბიჭო მეშინია მაგრამ ჩემ თავს რომ თუ არ გადახტეხ უკვე აღარაფერი გადახტები არაფერი ახლა გადახტი იქ იმას ხანკმილი ჩავიმტე ხან ეს და ნელა ანუ ამას სპეციალურად აკეთებდით რომ კაი ბიჭის სახელი ხო მაგარი ბიჭი ვინ იქნებოდა ეს ჩვენში ხო ვინ უფრო რისკიანია და ბოლოს ისე გამოვიდა რომ უბანში უკვე გივი სიხარულიძეს იმონა არ გინდა ეუნებოდა რომ გოისი გიჟია თუ აპასნი ტიპია რამე აკეთიკი და ჩემი თავი თვითონ შევქმენი რა იმ პერიოდისთვის როგორიც მჭირდებოდა რა აი დღესაც მე მგონი ესეა რომ ქმნით თქვენ თავს არა არ ვიცი ახლა დღეს როგორ არის უფრო იცი და ამ წლიანებაში რო ხარ უკვე უფრო ან სატანა გატარებს ოქრო ან ღმერთი და მე სატანა გატარებ თუ ღმერთი აი მე მადლობელი ვარ უფალის რო უფალი მატარებს რა და მე ჯერ ესეთი ცხოვრებით ვიცხოვრი რომ ყოველ წუთას შეიძლება მოვეკალით ყოველ წუთას და ყოველთვის უფალმა და ღვთისმშობელმა განამარჩინა და წმინდა გიორგიმ რა რატომ მოეკალით ნუ ახლა რა ცხოვრებით ვიცხოვრე ახლა ძველ ბიჭობაც იყო ისეც იყო ახლა ტელეხრანი წელს ვიყავი ანდო მურადიანის მოსკოვში ვისი ანდო მურადიანი იყო მილიარდელი რა ხო ეგ არ ვიცოდი ტელეხრანტელი ვიყავი რა ვიცავდი ქურდული სამყაროსგან იმისგან ამისგან ეს აი 800 სატის ცოტა იქეთ რა 80 წლების ცოტა იქეთ და მაინც თქვენ რატო აგიყვანათ ნუ აქ სხვაშორის ის ჩამოვიდა აქ მე არ უნდა ავეყვანე ჩამოვიდა იმისთვის რომ წაეყვანა თავის დამცველად ერთ-ერთი უაშკაცესი კაცი საქართველოში მერაბ ბერბერაშვილი მერაბ ბერბერაშვილზე ვაშკაცი ბიჭი მე იშვიათად მინახე დედამიწის ზურგზე რა ის ახალი გამოსული იყო ციხიდან უნდა გითხრათ რომ ციხე ის წავიდა იმიტომ რომ მისმა მეგობარმა მოკლა კაცი და ამან აიღო თავის თავზე როგორ უნდა ყვარებოდა ის იმიტომ იმას დახრიტავდნენ უკვე მეორე შემთხვევა იყო და ამან აიღო თავის თავზე რა და წავიდა 15 წელი ციხეში კოლონიებში გამოვიდა თელ ყველა მიცოდა რომ ეს იყო ვაშკაცობის განსახიერება რა აი კაცობის იქ რო ეგრეთ იყარ ხო გასმის ვინ უნდა იყო მე რო გამოვიდა უკვე და აქ დახვდნენ დიდი სამბით აქეთ იქეთ ზიმი საჩუქეს მაშინ ზიმი დიდ მოდაში იყო და ამანდო მურადიანმა რო გაიგო რომ უკვე ჩამოსული იყო გამოსული იყო ციხიდან ჩამოფრინა მოსკოვიდან და საბჭოთა კავშირის დროს ეს მურადიანი ოფიციალური მილიარდერი იყო საბჭოთა კავშირია და იქ ქურდები აწერენ ძველბიჭები წალკი აწერენ მთელი სამყარო მოიცა ერთ წამით ქურდსა და ძველბიჭ შორის რა განსხვავება იყო ძველი ბიჭი რა არის შეიძლება შენ ეხა უყურე ხაროში პაცანიც არსებობს ქურდი ხაროში პაცანი არ არის ხაროში პაცანი არის ქურდთან დაახლოებული კაცი გესმის ხაროში პაცანი შეიძლება ხულიგანიც იყოს გესმის დამტყმელი რამე მაგრამ ქურდი არ არის ის არა აქვს რამკიანი ქურდი არ არის მე თქვენ იყავით ხაროში პაცანი თუ მე არც ხაროში პაცანი ვიყავი არაფერი მე ვიყავი მაგრამ ჩხუბობდი და ვჭირდებოდი ამ ხალხს გამიგე და ამიტომ რა და ეს მერაბ ბერბერაშვილი ეს იყო თელ საბჭოთა სივრცეში ცნობილი მაგარი დამტყმელი და კაცი რომელიც იყო სიმართლის კაცი შენ იცი რომ ლაგერში რომ იტყვიან ლაგერებში რომ ეს არის სიმართლის კაცი ამ ეს კაცი რომ იტყვის იმის ნათქვამს
აღარაფერი წინ აღარ დაუდგება, ვინ უნდა იყო. რანაირი წესიერი, რანაირი პატრიოტი, რანაირი ვაჟკაცური და აი როგორ გითხრა რა, კეთილშობილების განსახილება ერთდროულად. მე მგონი ქურდული სამყაროს ხიბლში ხარ და რომანტიზებას ახ. არასოდეს ჩემ ცხოვრებაში ქურდული სამყაროს ხიბლში არ ყოფილვარ, არც ვიქნები, მაგრამ აი ესეთი ბიჭების როგორც მერაბ ბერბერაშვილია, ხო? ყოველთვის ვიყავი და ვიქნები, იმიტომ რომ კაცობის ნიმუშია. არც ქურდი გამხდა რა არაფერი. ისე გამოვიდა ციხიდან, რომ ყველა ხელის გულზე ატარებდა, ხო და კაი ბიჭები არ ევასებოდათ ქურდებს, კანონიერ ქურდებს? აი ბიჭი როგორ აი რა გაგება. აი როგორც ამ ეს ტიპი იყო. მაგალ როგორ არა გასო ხელის გულზე ატარებდნენ ისე ყველა მას, იმიტომ რომ ანუ უფრო დიდი გავლენა ქონდა. უფრო დიდი გავლენაა კაი ბიჭს. ძალიან დიდი გავლენა აქვს, იმიტომ რომ ის ქურდიც დიდი პატივისცემით არის შენს მიმართ, იმიტომ შენ შეხედავ ძალიან მაგარ კაცს და რა თქმა უნდა ჭირდება გვერდში მაგარი კაცი. ხო და რო გამოვიდა ციხიდან, ხო? 15 წელიწადია კაც. ჩამოვიდა ის ჩამოფრინდა სპეციალურად ყველაფერი იციან ამ საქმოსნებმა, მაშინ იცოდნენ და ჩამოვიდა მას აწუხებდნენ ქურდები, ყველანაირი ხალხი, ხაროში პაცნები, ბანდიტები, ყაჩაღები ფულს აწერდნენ. და ჩამოვიდა იმისთვის, რომ ვიღაცა ყოლებოდა გვერდში ვისი შიშითაც ამ პატივისცემით ამას აღარ მიაკერებოდნენ. მე და მერაბ ერთად ვართ ზემელზე. და გააჩერა მანქანა ვერაზე ბოდიში, გადმოხტა აქეთ, გადაეხვია აქეთ იგი და უთხრა რომ მინდა რა წამოხვიდეო და ნუ თანხას უთხრა რასაც. ამან უთხრა მე ვერ წამოვლ, იმიტომ რომ რო გამოვედიო. ძალიან ჭკვიანი კაცია ეს. თან გარდა იმისა რომ მაგარი დამტყველი იყო და ვაჟკაცი. ხო. გმირი. არის ჭკვით დატენილი. და უთხრა არა მე უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო, გპ-ში. იმას გაუკვირდა, ეხლა ის მან ვერ მიყვრათო. ესეთი კაცი ეხლა უნივერსიტეტის და არა უთხრა და მე უთხარი ისა მე მეწავყვები მეთქი რა შენს გაგებდა. რატო გაგიჩნდათ ეს სურვილი? ფული გინდოდა? ფული და რა თქმა უნდა ძმაო, მთელი ცხოვრება მე ჩემო კარგო, როცა ეს ბურჟუის ბავშვები, დიდარი ხალხის შვილები, რაიკომის დივნის და მინისტრის გაფეტიშებული ბავშვები ზღაპრულად ცხოვრობდნენ, მე ქუჩაში რას კებს ვჭამდი, რა შკიცი რა არის? აი ესეთი როყრია იმიდან ჩამო ვარძელი შავი თუ გინაკიათ კარიჩოვი, აი ესეთი ხიდა. ისეთი რა ქვია, ნაყოფი ყრია ესეთი. და იმის წვენს ვჭამდი რომ შეერი ვკდებოდი, შეკაიკაცო, ეგრე გავიზარდე. მამა გადასახლებული, გაუბედურებული, დედა პედაგოგი, ყოველთვის მასხრად აღდებული ყველა დროში პედაგოგი. ყველა დროში, ყველა სახელმწიფოში. შეერი ვწყურა, მე ჩემი თავი თვითონ შევქმნი ძმაო. და მამა რატო გადაასახლეს? ნუ პოლიტიკურზე გადაასახლეს. ანუ ვერ იტანდა კომუნისტებს. ხო, ვერ იტანდა, სულ ამათ გინებაში იყო და ეგრე მო. ხო და უთხარი მეთქი მეწავალ მეთქი რა და წავდიო. ხო, მაგრამ რო რისკავდით? მე მთელი ჩემი ცხოვრება რისკი იყო ისედაც და რა მაგის დედასვატერს და ამამის ხა უთხრა რომ აი ეს ამოვა უნდა მე ესე იგი გვერდში ვეყოლებიო და ყველას გაიგო რომ მე კი ვიყავი იმის გვერდში, მაგრამ მერაბი იყო ამის ფარველი. და სულ ყველა პატივისცემით მეპყრობოდნენ, ხელის გულზე მატარებდნენ მოსკოვში რამ ცხოვრობდნენ. რამდენს გიხდიდათ? იმ დროისთვის იმდენს რომ როგორც მეფე ისევ ცხოვრობდი იმ მოსკოვში, იმ დალოცილ მოსკოვში იმ პერიოდში. ხო. კარგად ცხოვრობდი ძალიან. ანუ აქედან დაიწყო თქვენი ფინანსური აღმავლობა? ხო, აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების რაღაც, ხო იცი, ნაბიჯები აქეთ, იქეთ, მე. რამდენი წლის იყავით მაშინ? ახალგაზრდა ვიყავი რა 28, არა, ბოდიში 30-ის ხვდებოდი. 30-ს წავიდა მე რა. ეხლა იქამდე მე სუხიშვილის ანსამბლის სოლისტი ვიყავი. აი, სანამ სუხიშვილებამდე მივალთ, ხო, საბალეტო სკოლაშიც სწავლობდით. ხო, საერთოდ ორმაგის ცხოვრება. მაგას მე მალავდი იმაში, როგორია ხა უბანში. თან ვაშკაცობ რამე და იქ რომ მეკითხა. ბალეტზე დავდივარ, აბოიე, სიმონ. ბალეტკები რა აბავი ატყობოდა. რატო დადიოთ? ეს ორმაგი ცხოვრება რა თქინოდა? კუბანის კაზაკი. დედამ ყავდა კაზაკი რუსის კალი. და იმას მოწონდა ძალიან ეს ბალეტი და ჭაბუკიაზე გიждდებოდა რა. ხო. ხო და წამიყვანა, რომ წამიყვანა ნახეს რომ ხო და მოვეწყო ესე იგი ჩავაბარე. ხო და ისა რა ქვია ჭაბუკიანმა რომ ნახა, თქვა რომ ეს ყველა მონაცემები აქვს იმისთვის რომ და ეგრევე ჩამრიცხეს. და კაი ბალერონი გახდეს. ხო, კაი ბალერონი გავხდარი რა. სოლოგოვი იყო ჩემი პედაგოგი. სოლოგოვ. ხო და ეხლა რა შვებოდი რა კი დავდიოდი იქ ბალეტზე რა. მაგრამ როგორც კი ან ბებია ჩემი არ მომყვებოდა არამე იმ წუთში ბაქსევსკი ფერჩატები მქონდა დამალული პადერში და ნავასარლო. ან თან გიტყდებოდათ? ხო რა არა მომწონდა, მაგრამ მერიდებოდა ამ
ქუჩის ბიჭებში. ხო და დავდიოდი ბოქსზე ნავასარდოთან, კრივზე, დინამოზე. ნავასარდო იყო ძალიან მაგარი ბოქსერი და იმასთან დავდიოდი. ჩვენი დღეს მოვიდა და ჩემი იქ იკითხავს, როგორ სწავლობს ამით და გავიდა და უთხრეს რომ სივო რუსულად იყო იქ სოლოგო მოუთხრა რომ он всего 10 раз бил 3 месяца. ო, ტრანსკლას აცდები. აუ, დედა ჩემო, ბიჭო, რამისა მომკლა აქეთი კი ჩვენო ეგონა რომ ბანდიტო მანავია. მეუთხარი ბოქსზე და კრივზე დავდივარ, არ დამიჯერა. წამომყვა და ნავასარდო რო შემოვიდა, ნავასარდო მოუთხა დედა ჩემს რომ იზდივო იაზელოი ჩემპიონა მირაო. ეს დედა ჩემო ახლა კი ესია მუნეს, მაგრამ რო ნახა ეს კურტის ბიჭები დადიოდნენ სოფხები და კურტები, აისორები. ქართველი კაცი არ უშევდა. ხა, ბალეტზე. არა, კაცო, ბოქსზე. ბოქსზე, ხო. კრივზე. ხო. რო ნახა რომ დაასიცხლიანეს ერთმანეთი იმან ისება წვიდა სიცხემონი და რომ მომკიდა ხელი და მითხრა что твои ноги здесь не было, а то я убью тебя. საწყალ დედაღამე მუშაობდა რომ ჩემთი საჭველი ეს. კარგი, აი ვიდრე მოსკოვში წახვალთ. ვიცი რომ იყავით ციხეშიც. ხო, ნუ სლესტვენი ვიყავი რა. რა იყავით? სლესტვენი. ეგ რაღა არის? სლესტვენი ჩემო კარგო, აი სანამ ესე იგი ციხეში წახვალ, პრედვარიჭენე ზაკლუჩენია. ქართულად მითხარით, არ ვიცი ეს. პრედვარიჭენე გეგრია. წინა პარტი. სანამ დაგიჭერენ იქამდე, სანამ სასამართლოშია შენი საქმე. იქამდე რომ დაგიჭერენ და ციხეში. რაზე დაგიჭირეს? ნუ ორი ბიჭი ვცემე სასტიკად რა, იმიტომ რომ აი ხა ბედი იყო ყველაფერი რა. კომკავშირულ საღამოზე ვიყავი დიდუბეში. ახო თუ კომკავშირელიც იყავი? ელდეპოში და საღამოზე ანგელოზივით გოგოს უწესერეს გოგოს დაუწყეს ჯაჯგუნი აქეთ იქით გვეცეკო ის გოგო მარეცეკო და არ დაარტყა ბიჭო ამან. გოგოს. სიმონიანმა ხო. მივარდი მეუთხარი რა შემემეთქე ბიჭო და გადავეფარე ამ წატი შენიო და მეც დამარტყა და ნუ ეხლა დავარტყი კერა საცუკვიროდ ვცემე. ძმაკაცი მოეხმარა და ორვე მოვკალი ცემაში. ძალიან სულად იყვნენ საავტომობილში თქვენ ნახევარი მთელი ამბავი და ერთ თავი ეს კაცური მომენტი იყო რომ სიკვდილამდე. მაიცა კაცური მომენტი ის იყო რომ უკრინამ კლავდა ის მეორე კაცო დანით. და დავასწარი და ცემე სასტიკად და თავი რო დავარტყი ერთს აქ ორი კბილი ჩამჩა და თავი გამიტყდა მეც. და მაგან გადამარჩინა ორი ნაკარი დამადეს თავზე, გესმის? და იყო ესეთი ილიკო თაყაიშვილი. ის კუდებაციც. ილიკო თაყაიშვილი იყო სუხიშვილის ანსამბლში მოცეკვავი და თან ხირურგი. და რო დაანება სუხიშვილების ანსამბლს თავი, მე ხირურგად მუშაობდა რკინიგზის საავტომობილში. იქ მიმიყვანეს. და რო გამიკერეს თავი, ხო? იმან მითხრა რომ წადი გივკა მაინც აიღე. ის რა ქვია, დაზიანება რო გაქვს რა. თორე ისინი გიჩევლებენო ბიჭო და მე ეს გამოგარება. გაუჯერე, წავედი, ავიღე ეს ექსპერტი და ბოლოს აი მაგით გადავჭი რომ მე რო ციხეში მივდიოდი, ისინიც მიდიოდნენ მაინც. იმიტომ ეს დაზე მე მთელი ხალხი დამიდგა ძმაო გვერდში. კაცურად იყო ესეთი ნოდარ ბერიძე. აი მესმინე მეტროპოლიტენის სამმართველოს უმცროსი. გენერალი კაცი იყო. იმან შეესწრო ამ ამბავს. და მთელი გენერალი და დანარჩენი სულ გენერლები ან პოლკოვნიკი, აი ეგეთი წოდებები აქვთ იქ მეტროპოლიტენში. სულ ყველა დამიდგა რომ მიმუშავეა. ყველა დამიდგა გვერდში და თქვენს რომ ეს ბიჭი იცავდა გოგოს. ამათ ხელი დაარტყეს. მე უკიდან ეს დანას ურტყავდა და ეგრე გადავჭირე. რამე ხანი იყავი? 6 თვე კი ვიყავი. რა მოგცათ ციხემ? ციხემ არაფერი არ მომცა. ციხემ ერთი რამე მომცა რომ იქ არავინ უნდა ეცადოს ყველა რომ არავინ ციხეში არ უნდა წავიდეს. იმიტომ რომ ციხე ერთდროულად ძალიან დიდი სკოლაც არის ცხოვრებისეული გამოცდა რა. ძალიან დიდი გამოცდა ცხოვრებისეული. მაგრამ ამავე დროს ჩემო კარგებო, აი როგორ გითხრათ რა. ყველაფერს სიბინძურეს აცარსებობს დედამიწაზე იქ ნახო. აი რა სიბინძურე ნახეთ ციხეში? რაც არ ქონათ ნანახი ეხლა მთელი იმებში ხომ მაქვს ჩემს მოთხრობებში. არა, რაც არ დაგიწერია. ხო, რაც არ დამიწერე. არა, ისი თითქმის ყველაფერი დავწერე. მიდის ყომარი, მიდის თამაში. ფუფლოში გადავარდნილი კაცი შეიძლება ბოდიში და მაგ ფუფლო იცი რა არის? ითამაშა, წააგო და ფული ვერ ჩააბარა. აი ამ არ ჩაბარების გამო შეიძლება ის საზაგლობა გაუკეთონ, რასაც მე ვთვლი, ყველაზე დიდი დანაშაულია დედამიწის უზე კაცობრიობამ რაც მოიგონა. გააუპატიურო? ხო, გააუპატიურო. ეს ამაზე აი საზაგლობა აღარ არსებობს დედამიწის უზე, გამიგე?
ის ვიღაც ავანტყოფილოა მაგალითად ჰომოსექსუალიზმია თვითონ თავის ნებით ამას აკეთებს, ეს სხვა რამეა, მაგრამ აქ შენ ძმაო ამის მომსწრე იყავით ციხეში რომ ვინმე გააუპატიურეს? მომსწრე არ ვიყავი ჩემო კარგო, მაგრამ წინა პერიოდების ყველაფერი ვიცოდი რა რეებიც მოხდა იქ. გამიგეთ, ესეა ცხოვრება და ამიტომ ყველას ურჩევ თელ ახალგაზრდობას რომ ეცადონ რომ არასოდეს ციხეში არ მოხდნენ ამ საძაგლობაში. ისე აი რომ გაყოლოდით ქუჩურ ცხოვრებას, თქვენგან გახდებოდა შავი სამყაროს ვარსკვლავი? როგორ კარგი ვარსკვლავი? ძალიან თავისუფლად შეიძლება რომ შავი სამყაროს სწორედ აი რასაც შენ ვარსკვლავს ეძახი აი ეს ქურდი გამختارიყავი კანონიერი და რატო? კანონიერი ქურდი ნურავის მგონია რომ არის აუცილებლად ეს დამბრედი რამე იქეთ არა კანონიერი ქურდს უნდა ქონდეს ძალიან დიდი ტვინი თავში. აბა წარმოიდგინე, ქურდული სამყაროა საერთოდ. ძველი ბიჭები, ჯიბგირები, ჯიბეზე რო დადიან, კაცის მკვლელები, კილერები, ყაჩაღები, ყველანაირი ხალხი არსებობს, ხო? ციხე არის სავსე, აფერისტები, გადამგდებები, ცხოვრებაც ხო ეგერეა, პოლიტიკაც. ხო, ყველაფერი. შენ წარმოგიდგენი, აი შენაირი ხალხში რო შენ პირველ ნომრად ჯდები, ესე იგი, შენ მიყავს რუსულად რო ვთქვა სტოსი. შენ გენდობიან ქურდულ აფშიაქს და შენ მართავ ყველაფერს. ესე იგი, შენ თავში ხო უფრო მეტი ტვინი გაქვს ყველაზე იმათზე, ვიდრე იმათ არა? ხო, მაგრამ კანონიერი ქურდები ხო კგბ შექმნილი ინსტიტუტი არის. მე მისმინე, ვისი შექმნილი ინსტიტუტიც არ უნდა იყოს. ვერავინ ვერ დამაჯერებს, ვისაც გინდა გამოვიყვან აი კამათში გამოვიზახებ. რომ ქურდათ რო დაგსვავენ, ესე იგი შენ გაქვს ტვინის ნაყოფი, ჭკუის ნაყოფი გაქვს. და იმაზე მაგარი ხარ. შენ ორატორიც უნდა იყო ერთდროულად ორატორი. და თუ ორატორი არ ხარ, ქურდი ვერ გახდები. ხო და ყველა ეს თვისება გქონიათ, რატო არ გახდით კანონიერი ქურდი? ან შემოთავაზება თუ გქონიათ? არა, არც მქონია და მეორე რამე, ამიტომ არ გავხდი და არასოდეს არც მდომებია, ამიტომ რომ ეს ჩემთვის მიუღებელი იყო რა მე არ მომწონს ქურდული ცხოვრება. თუმცა ერთ რამეს გეტყვით, აი ხა უყურეთ მე მისმინეთ. მე მინახია ისეთი ბიჭები რა, რომლებიც აი ქურდები იყვნენ მაგალითად, ხო ქურდია, კანონიერი ქურდია და აი ჩემთვის მიფიქრია რა ამაზე. აი იყო ესეთი პაპიაშვილი. ქურდი. ტელევიზიონა ისინი ეჭირა, ახალგაზრდა ბიჭი სულიან. ხო და ძალიან ხშირად მიფიქრია რომ ეს ბიჭი მეთქი გმირად უფრო არის დაბადებული გმირად. აი ქართულ საზოგადოებას ვაშკაცებს რაინდული სულისკვეთებით რომ გამოადგეს სამშობლოს თან განათლებული ნაკითხი. პოეზია, ყველაფერი დედა პედაგოგი და დედის გაზრდილი, ძალიან ჭკვიანი ბიჭი და თან ვაშკაცი. და მიფიქრია ღმერთო მეთქი რა შეცდომა რომ ამას ქურდის ისა აქ რა ქვია რეგალი რა ეს არის ქურდი, კანონიერი ქურდი. რა მოხდა აგერ სახელმწიფო მეთაური ყვავდა კანონიერი ქურდი ჯაბაიოსელი. მისმინეთ თუთი ჯაბაიოსელზე განსხვავებით გინა გითხრა ეს ბიჭი დითი იყო. მერითი მეწოდებოდა, იმიტომ რომ ეს კეთილშობილი კაცი იყო თან და პატიოსანი. ხო, მაგრამ ნაღდი პატიოსანი იყო, ვაშკაცი. მაგრამ ეს ცხოვრება ხო ქურდებისა და ბოზებისაა. ეს ცხოვრება ხო ქურდების და ბოზებისაა. ეხლა როგორ არის ჩემო კარგო, მე რა თქმა უნდა იმას ვერავინ ვერ მე არ ვარყოფ იმას რომ ქურდებში ძალიან ბევრი შეკრულებიც არიან, მაგრამ არის იყვნენ ამ ქურდებში ძალიან პატიოსანი ხალხიც ისეთი რა, ნაღდი ქურდები რო იყვნენ. მაგალითად აი გველესიანი იყო, გველესიანი. ჩემი ძალიან დიდი წინათაობა, პროფესორების შვილი. და ქურდული სამყარო იწამა. და ლაგერებში იყო მთელი 25 წელიწადი ლაგერებში სადღაც უბედურებაში და ქურდად ჩამოვიდა რუსეთში რომ შენ ქურდად ბოლომდე დარჭები, ძალიან მაგარი უნდა იყო. ჩამოვიდა ქურდად, რო ჩამოვიდა დახვდნენ აქ ახლა არ მინდა იმ ქურდების სახელები და ისე უკვე განსაცვლელები არიან. დაახვედრეს მანქანა აჩუქეს, ბაგაჟში ფული იდო, უთხრესო ყოველთვე გექნება მაყუთები აქედან. ამა დახედა, ხედავს ესენი ეს რო წავიდა ქურდად, მაშინ ქურდს უნდა სმოდა ტელეგრეიკა. პირველი თაობის ქურდებს, ასე ვთქვა, პირველი თაობის. მაგას გეუბნები, პირველი თაობის ქურდებზე გეუბნები. ბებუთი ამაში, ჩეკემები და არც სოლი უნდა ყოლებოდა, არაფერი. და ამან აი ესეთი ცხოვრება აირჩია. ჩამოვიდა ხედავს ეს ქურდები სულ ყველა წილებშია. წავიდა ჩემო კარგო, აი ხა ჯანორო სოცხალი იყოს. ისა ჩარკვიანი ყველაფერს მოგიყვებოდა როგორ იყო. ჯანო ყველას უყვარდა და მისვინე წავიდა არამიანცის სავანტყოფში მორგთან
ჯერ აბანოში წავიდა იბანავა, საცვლები ჩაისვა, ახლა მორგთან მივიდა, არამედ საავტობუსში ამოიღო ტეტე და დაიხარა და მოიკლა თავი და წერილი დაწერა, ბოდიშვიხთი ჩემი დედიკოს და მამიკოს წინაშე რომ შევარცხნე ყველანაირად თორა და არასწორი ცხოვრება ავირჩიე და მე ქურდი მეგონა მართა რაღაცა ეს რა ხალხი დამხვდაო აი ანუ თქვენს განიხიბლეთ ქურდული სამყაროთი და ამიტომ აღარ გაყევით ამ გზაზე ტარელონიანს თუ იცნობთ ტარელონიანს როგორ არის რომ გინდა ტარელონიანზე გითხრათ ხო როგორ არ მინდა აი მე სად გაიცანთ აი დიდი ხანია გავიცანი და ძალიან ჩემს მიმართ ძალიან თბილად განწყობილი კაცია და მე თბილად რატომ თუ გინდათ ამ მონაკვეთს ამოუჭრი ან კამერები არა ნუ ამოჭრი არა კანონით ისჯება ქურდულ სამყაროსთან ან კანონიერ ქურდებთან კავშირი ნაცნობობაც კი და ნაცნობობა ისჯება როგორ ისჯება მე მაგალითად ვიცნობ და გეტყვი ტარელონიანზე ნუ ამოჭრი კაცო არაფერს არ მეშენია კაცო ეს არის კაცი რომელმაც თელის ქართული ლიტერატურა ის რა ქვია პოეზია პროზა იცის ზეპირად არის უგანათლებულესი კაცი მაგრამ ეხლა იმის ცხოვრება რა ცხოვრებითაც ეგ ცხოვრობს ეგ უკვე ჩემი საქმე რა მე არ ვიცი მე მას ვიცნობ როგორც ძალიან ფრიად განათლებულ კაცს აი მათ თავდება ყველაფერი და ჩემს მიმართ ძალიან თბილად გაწყობის ყოველთვის თბილად ყდებოდა ყველგან სადაც ვაყო. რამეში დახმარებიათ? არაფერში დახმარება არ დამჭირებია. აი თქვენი წიგნი თუ გამოუცია თქვა. არა იცი რა, აი გეტყვი რაღაცას. არასდროს არაფერში დახმარება არ დამჭირებია მისი. და არც მithოვია. და ისე ხო გეუნები მოხიბლული ვიყავ იმით რომ მე ქურდი და ესეთი განათლებული ესე ზე განათლებული კაცი მე არ მინახია. ნუ ახლა გეუბნები. კარგი, მოსკოვზე საუბრობთ, რომ წახვედით და იქ იყავით წელახრანი წელი, ხო? და რამდენ ხანს იყავით? ნუ ერთი წელიწადი ვიყავი იქ და სხვაჩვენ ძალიან კაი კაცი იყო ეს სომეხი და მაგას ყავდა დედა მეგრელი, ბებია მეგრელი. და მე ვეუბნებოდი ანდოჯან შენ სომხის არაფერი არ აგაქმეთქი რა. სუფთა მეგრელების ჯიჯე წახვედი მილიონებს შოულობდა და მილიონებს რესტორანში ქალებში ხარჯავდა ეგეთი ტიპი იყო. ხო, ქალებზეც გალაპარაკებთ, მაგრამ იცით რა, თქვენ საერთოდ ძალიან წინააღმდეგობრივ მართლა აწყვეტილი ცხოვრება გაქვთ რა. აი რაღაცები ხო ვიცით თქვენზე რა. ეხლა იცი რა გამახსენდა? პირველად მე თქვენ გაგიცანით, აი თქვენ თუ გახსოვთ სად გაგიცანით? არ მახსოვს. მე გაგახსენებთ. გაგიცანით პირველად გუჯა ბუბუტეიშვილთან. ხო, გუჯა. ძალიან ბევრი წლის წინ. მერე გადის რაღაც პერიოდი მოდი მოვყვები ამ ამბავსაც, ხო? და მივდივარ ინტერვიუზე ნუგზარ შევარდნაძესთან. ეს ამ ინტერვიუს ინიციატორი იყო ნუგზარ შევარდნაძე თვითონ. მე არ ვიყავი და ცოტა დავიბენი, არ ველოდი რომ ხან ნუგზარ შევარდნაძეს მოუნდებოდა რომ ინტერვიუ მოეცა ჩემთვის და მივდივარ ცოტა ვარ დაზაფრული, იმიტომ რაღაცა საიდუმლოდ მოხდა შეხვედრა და შემდეგ და ამოვისუნთქე მაშინ, იმიტომ რომ შევედი ოთახში დავინახე გივის სიხარულიძე და ნუ ნაცნობი იყო და ნუ რაღაცა დავმშვიდი. შეიძლება გითხრა მაგაზე? ხო, აი ეგ მინდა კითხოთ. ნუგზარ შევარდნაძეზე გითხრა. კი, მითხარით და მე კითხავს. აი ნუგზარ შევარდნაძე გითხრა ვინ იყო. მე სანამ ცოცხალი ვიქნები ამ ქვეყანაზე, სანამ სული მედგმება რა, აი ქვეყანაზე სანამ ვიცოცხლებ. ამ კაცის სამარადისო მადლიერი ვარ და მისი ძმის ცეზარ შევარდნაძე. ჩაქქოლავენ. აი მე მისვენე ბატონო ჩემო მაყურებლები. გინდა მაყურებელმა ჩამქოლოს, გინდა რადგან ცეზარ შევარდნაძის და ნუგზარ შევარდნაძის სამარადისო მადლიერი ვარ. რატომ? რატომ? ერთხელ ჩემი უმფროსი ბიჭი, რომელზეც შენ უნდა მე ვიცი რომ უნდა მელაპარაკო. კი, კითხავთ ამას. ძალიან სულ მდგომარეობაში იყო რაღაც და ძალიან დამჭირდა რაღაც რომ და არ მithოვია მე. თვითონ ამ ორმა ძმამ გვერდში დამიდგენ ისე როგორც არ შეიძლება კაცი კაცს დაუდგეს ესე. აი თელი ჩემი ცხოვრება არ დაუჩერდა. მორალურად, ფინანსურად, ყველანაირად, ფიზიკურად, მორალურად, მატერიალურად არ მithოვია. აი ეს ნუგზარ შევარდნაძე ეგ კაცია. და მეორეჯერ ჩემო ბატონებო, ჩემი შვილი დღეს ჰოლივუდში რეჟისორია, თან მსახიობია. მე ჩემს შვილს ვერ გაუშვებდი ვერსად. ნუგზარ შევარდნაძე რო არ დამდგომოდა გვერდში. ნუგზარ შევარდნაძე იყო ცარელა გული, ხელგაშილი, გულგაშილი, გაჭირებულის დამხმარე და არა, ეს მესმის. ნუგზარ
შევარდანისთან მეც მქონდა ურთიერთობა, ვერ ვიტყვი ხა ახლო მეგობრები ვიყავით, მაგრამ რაღაც ვამხანაგობდით. მაგრამ ბატონ გივი, ნახეთ რასთან გვაქვს საქმე. თქვენ თითქმის პოლიტიკურ წრეებთან გაქვთ კარგი ურთიერთობა, მაგრამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან მეგობრობდით. ამას რატო აკეთებდით? კითხავთ რა, ცუდი რაღაცები რო არაფერი. კითხე რა გინდა? გიპასუხებო. არა, დავაი გული. საერთოდ რატო იგინებით ხოლმე სულ ეს რატო ეს მე გინება მიყვარს, იცი რა? მე მირჩევნი აი ესეთ მოლაპარაკეს უყურე, იცით რა, გეთაყვა. ბატონო, თქვენი გძნობები სავსე და ამ დროს ყველაფერზე წამსვლელია, მოგწამლავს, მოკლავს. ეს ვითომ ძალად ინტელიგენცია. მე ვიგინები კიდეც ყველაფერი, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში არაკაცურ საქმეს არ შევიდე. კარგი, ეხლა თუ ძალიან მოგინდება, შეიგინეთ და პირობას გაძლევთ, რომ ტუს არ დავადებ მე ამბებას, იმიტომ რომ მაინც არ ვამონტაჟებ მაგრამ. ხო, მოკლედ, ამ ტიპებს, პოლიტიკურ ტიპებს, იმის მიხედვით ხომ არ უმეგობრდებით, მაინც გავიწევთ ცოტა იქით რა ვიცი ახლა. კი, გურული ხართ ხო ისე? ხო, გურული და კაზაკი. დედა უბანის კაზაკი. რომ როცა ხედავთ რა ტიპი შეიძლება ის კარგად არის მაშინავარი მას. ტიპი შეიძლება გახდეს რაღაც პოლიტიკურად გავლენიანი და ხო, აი იმიტომ რომ გამიკვირდა მე მაშინ, ხო, უცებ ბუბუტეიშვილის გარო შევარდანიც არ გნახეთ. იმიტომ რომ მათ ცუდი ურთიერთობა გქონდათ. ბუბუტეიშვილი რა, ბუბუტეიშვილი არაფერი, რა პოლიტიკაში, რა ყოფილა. არა, გავლენიანი ბიზნესმენი იყო მაშინ. ძალიან. 80-იანი წლებში. კიდე ბუბუტეიშვილს გეტყვი. მითხარი. ბუბუტეიშვილს ძალიან გვერდში დაუდექი მე, როცა მაგი ფულ შოულობდა, მე მაგას თურქმენეთში წავყევი და ძალიან ბევრი რამე გავუკეთე მე. ბუბუტეიშვილი არ ჩემი მეგობარი, არ ჩემი ძმაკაცია, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით. და არც დიდი შეყვარებული ვარ მასში. თუ ვინმე მინახია ძალიან ჭკვიანი ბიზნესი რასაც ქვია, ეგ არის. და ბიზნესი რა არის? ბიზნესი არის ის, რომ ყველაფერზე უნდა წახვიდე კაცი, სხვანაირად ბიზნესში ვერ გაიმარჯვებს. წასულ ხარ თქვენ ყველაფერზე? მე რატო წასვლა? მე ბიზნესმენი არ ვიყავ, მე ვლაპარაკობ მაგაზე. მაგრამ თქვენი ხო ბიზნესია რაღაცნაირად, ადამიანებთან ურთიერთობა ბიზნესი არ არის? რა თქმა უნდა, ადამიანებთან ურთიერთობაც ბიზნესია, მაგრამ როგორ იცით? მე არავის ბოდიში აი ამ სიტყვის არ ვეტენები. იმას უნდა რომ ვიყო იმასთან და ვარ. იმიტომ რომ ფეისი ხართ? ფეისი ვარ თუ კეისი არ ვიცი, მაგრამ უნდა და ვარ. იმასთან ერთად თუ მომწონს მეც ის ტიპი. და კიდევ ერთხელ ვიძახი, მე გუჯაზე ვერაფერს ვერ ვიყავ, არ ჩემი მეგობარი არც არაფერი, მაგრამ აი ნუგზარ შევარდანზე რომელსაც დღეს არც ფული აქვს, არც გავლენა აქვს. ცეზარ შევარდანზე საერთოდ უბრალოდ არის ვიძახი 200,000 დღევანდელ ბიზნესმენებს მირჩევნია უფულო ნუგზარ შევარდანზე და კიდე ესეთი კაცი არსებობს ჩემთვის უკვდავება ყველაზე ჭკვიანი ბიზნესმენი იყო საქართველოში ლადო კვარაცხელია რომელსაც ყველაფერი წაართვეს იმის სააკაშვილის დროს მე უფრო დიდი ადამიანი როგორც ლადო კვარაცხელია პლანეტაზე არ მინახია და უყურე აი ამ ხელა ლექსი დაუწერე. ქალაქში დადის სახელად ლადო თავის გარანტად კაცობა ჩადო. ნამუსის ხიდი ისეთი გადო გადი და გამო ესეთი ბიჭია. დღეს თქვენ გაქვთ ფული? მე ისი რა არის? არასოდეს მშიერი არ ყოფილ ვარ. გარდა ბავშვობისა. ხო ეს კომპლექსია ალბათ მე ეს ვცდილობთ გარდა ბავშვობისა და იმის შემდეგ ღმერთია ჩემთან რა. და ღმერთი ყველანაირად მეხმარება რომ ყოველთვის ვიყო ნორმალურად. განა ძალიან კარგად ნორმალურად. რამდენი წუთი გვაქვს, არ ვიცი, რეკლამამდე 3 წუთი გვაქვს, ხო? ამ კითხვას დავსვავ. ძალიან მძიმე თემას უნდა შევეხო და ფორმულირება. ხო, ერთი ის დავამთავრო რა, ის ბერბერაშვილი, მე ბერბერაშვილი. დაამთავრა უნივერსიტეტი. გახდა დიდი უშველებელი ქარხნის დირექტორი და ყველაზე დიდი მეწარმე იყო და ყველაზე აი როგორ გავლენიანი და ყველაზე საპატივცემულო მთელი სამინისტრო ხელის გულზე ატარებდა. აი ჭკუა და გონება. 15 წელიწადში იჯა სხვის გამო. პატიოსანი ვაშენზე გამოვიდა და ტვინითაც გაბრწყინდა. კარგი. წეგან თქვით რეკლამამდე დავსვავ ამ კითხვას და საუბარი რეკლამის მერე გავაგზავნოთ და თუ გინდათ და თუ ნერვები არ მოგიშალეთ, თქვენთან დამპატიჟეთ საგურამოს აგარაკზე თბილისის სახლიდან. თქვით რომ ღმერთი ჩემთან არისო. სულ ყოველთვის. თუმცა
მგონია რომ თქვენ ღმერთთან გაგწირათ, იმიტომ რომ ბედნიერება და კარგად ცხოვრება ეს არ არის მატერიალური მდგომარეობა, კითხვას დავსვამ. ეს ალბათ არის ოჯახი, შვილები და ასე შემდეგ. ალბათ 20 წელზე მეტი გავიდა მას მერე, რაც არიცით, სად არის თქვენი შვილი, ხო? მოკლედ რა მოხდა? ვინ შეიწირა, რას შეეწირა თქვენი შვილი? მოდით ამაზე ბატონო გივი რეკლამის ფერების. რეკლამის ფერები, კი ბატონო, გეტყვით. თან რა დროული კითხვაა და რატო? 20 რიცხვში ეხლა. დიახ, აგვისტოს? ხო, არა, ეხლა ივლისში შვილთაშვილი მისგან შვილთაშვილი მიჩნდება რა. ამაზე ვისაუბროთ რეკლამის მერე. რეკლამა. კარგი, ბატონო გივი. მოკლედ, რეკლამა გავიდა, რეკლამამდე საუბარი დავიწყე არც თუ სასიამოვნო თემაზე. და კითხვა დავსვი. თქვენ თქვით, რომ ღმერთი ყოველთვის ჩემთან არისო, მაგრამ ღმერთმა გაგწირათ. 20 წელზე მეტია თქვენი შვილის ასავალ-დასავალი არ იცით. როგორ გონიათ, ცოცხალია თუ მკვდარია? იცით, მე გეტყვით ამასა, მე ვიზახი რომ მე ღმერთმა არ გამწირა რა. არც ერთ ვარიანტში არ გამწირა ღმერთმა. მე მივიღე ის, რაც დავიმსახურე. ეთყობა ვერ ცხოვრობდი ისე როგორც საჭირო იყო და რაღაცებში ჩავიჭერე და ეს მივიღე რა. და მე რა თქმა უნდა მერჩვენა რომ მე დავკარგულიყავი და ჩემი შვილი ყოფილიყო. ჩემი შვილი დაიკარგა 4 მეგობართან ერთად. როდის მოხდა ეს ამბავი? აი, მხედრიონელობა და მთელი უბედურება რო იყო. აი, რამე თქვენ ამბავს ხარ უკავშირებთ? თქვენზე ხარ იძიეს შვილი? არა, ეგეთ ყოველად გამორიცხული. არა, ეგ გამორიცხულია. იქ თვითონ რაღაცა, ვიცი, რა მოხდა, ვიცი, ბულგარეთში. დიახ. აი, დაიკარგა რა. დაიკარგენ 4-ად. არაფერი ვერ გავიგეთ, სად და როგორ და რაც დავარია ბედნიერი ვარ მარტო იმით, რომ ულამაზესი შვილი დამჭა მისგან, სოფიკო ჩემი. დიახ. და სულ რაღაც 5 დღეში. დიახ. ველოდები შვილთა შვილს მისგან. ესე იგი, ჩემი ბიჭის შვილი გაჩნდება რა. და აი, მოძებნა გიცდიათ, ეძებდით? ყველაფერი ცადეთ, მაგრამ არა, ის იყო დახურული რაღაცა დრო, უბედურება ამბავი და გაქრენა ეს. და მას მერე არაერთი ხელისუფლება შეიცვალა. არაფერი, ეს სადაც ბულგარეთში მოხდა რაღაცა, არაფერი ვერ გავიგეთ. ეგრე მუნდონაც წავიდე ეს. იხსენ, აი, ფიქრობთ ხოლმე თქვენ შვილზე? თუ ახლა შვილზე ვინ არ ფიქრობს, მაგი ჟული არ იყოს. შვილზეც და ახლა მე მარტო ერთი რამით ვარ ბედნიერი, რომ შვილი მყავს. კარგი მეუღლე ყავს და ეხლა კარგი შვილი უნდა გამიჩეს და ღმერთო ჯამთელი შვილთა შვილი იყო ჯამთელი. და აი თქვენ მე შეიძლება ისე არ ცხოვრობდიო თქვენ ამდენი წლის 70 ასაკი ხო შეიძლება ვთქვა რამდენი წელი 74 წლის ხართ. აი ყველა ამ მთელი ცხოვრების განმავლობაში აი მარტო რო რჩებით ხო? რას თulit ხოლმე თქვენს ყველაზე დიდ ცოდვად? ან შეცდომად, ან დანაშაულად. ყველაზე დიდ დანაშაულად ვთვლი, რომ მეუღლე მყავდა, პირველი ცოლი მყავდა, უწესრიეს, უსათნოესი ადამიანი. პატიოსნებით გასხივოსნებული და უყვარდი ძალიან და არ ვიქცეოდი მასთან სწორად და მართალი არ ვიყავი მასთან და ამას ვთვლი მე ჩემ შეცდომად და ვთვლი, რომ ამისთვის დავისაჯე კიდეც, მაგრამ მე დავჟვილიყავი რაღაც ჩემი შვილი. და სწორად არ მოგცევაში რა იგულისხმება ღალატობდით? ხო, აიცით რა, ხო რა, ეგრეთი რაღაც რა, არ ვიქცეოდი რა პატიოსად მის მიმართ. და ესეთი მოხდა, მაგრამ იმ არა დააშავა იმ ჩემო ცოლმა, იმის შვილი არ იყო, ხო, აი ცხოვრება რა არის, ეგრე მოხდა რა. არ ვიცი, ეგრე. როგორ გონიათ, გავლენიანი ადამიანი ხართ? ისიც რა, როგორ არის, ხა ვიღაცამ რო თქვას, რომ გავლენიანი ვარ, მე მგონი სულელი იქნება რა. ეს უნდა თვითონ ხალხმა შეაფასოს, მე გავლენიანი ვარ თუ არა. მეგობრების წრე მყავს დიდი რა. ვინც მე მიყვარს ძალიან და იმათაც უყვარ ვარ. თუმცა საზოგადოებაში თქვენს მიმართ არაერთგვაროვანი აზრი არსებობს და ამასაც კითხავთ. რა თქმა უნდა. აი, მაგალითად მე მომისმენია ზოგჯერ რომ ვერ გავიგეთო ეს კაცი ვინ არისო, მსახიობია, მოცეკვავეა, მწერალია, პოეტია, ბოლო-ბოლო ვინ ხართ? ბოლო-ბოლო სადაც მოდი ხა მაგრი პირდაპირ ვთქვათ. ცეკვავდი ვიყავი სუხიშვილის ანსამბლის სოლისტი. დიახ. აღონ ძალიან ადრე 60-იან წლებში. სოლისტი ვიყავი, ხო? ყველა მის. მე გავხდი სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი 19 წელიდან მთელი სოფლიო მოვატარე ჩემ ანსამბლს. მე წავედი ფილმებში წამიყვანეს და
ღმერთმა ხო იცის რა თქვენი უძინართან მზით ჯერ ესეთი ბერლინის ფესტივალი მოვიგეთ. ბერლინ არის. მერე თვითონ ჩემმა გადაღებულმა ფილმებმა ძია სკრიპკამ და ქუჩის დედოფალმა მოიგო ისა რა ქვია ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი. მერე ჩემი ფილმები უამრავ ფილმებში ვითამაშებ თავარ როლებში, სერიალებში 65 სერიალი. კინოშიც მოდი მაშინ თუ ეგრე გავბრწყინდი არა? მერე იყო და აი ახლა გარდაიცვალა ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი. ეს იყო თამას წივწივაძე, რომლის ხსოვნას მე მთელი ჩემი ცხოვრება გულით ვატარებ. უცბად გავიღვიძე დილაადრიან მწერლად. დავწერე 3 მოთხრობა. მიუტანე თამას წივწივაძეს, რომელსაც არ ვიცნობდი. ვიცოდი როგორი კრიტიკოსი იყო და საშინელება ხალხი, ვაიმე, ჩემ ტერს რო უნიჭრამე მიგეტანა. მეუთხარი, მე პრეტენზია არ მაქვს წერაზე. დავწერე 3 მოთხრობა. თუ მოგეწონება დამიბეჭეთ, თუ არა დახიეთ და გადააგდეთ მეთქი. დამირეკა მეორე დღეს და მითხრა, რასაც მოიტან ყველაფერს დაგიბეჭავ. ძალიან ნიჭიერი კაცი ყოფილიყარ. წავიდა და წავიდა. მერე მწერალთა კავშირის წერი გავხდი. მერე მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების გამგე და 32 წიგნის ავტორი ვარ და გადათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენებზე. ჩემ თავს გაფიცებ ნუმერჩხუბებით, შუდათ მელაპარაკეთ. აი ფილმები ახსენეთ, ხო? თქვენი ფილმებიდან ყველაზე მეტად უნდა კითხოთ ეს რა, ხალხს იცით რა ახსოვს? ერთადერთი ფრაზა ახსოვს, 25 სანტიმეტრიანი რა. მე მგონი როგორც მსახიობი საზოგადოებამ გაგიცნოთ ამით და ეს ფრაზა დაამახსოვრდა. არ გქონდათ კომპლექსი უნდა გეთქვათ, რომ აი როგორ ამბობთ ამ ფილმში? თუ შეთქვით თვითონ ხო იცით? აი ზუსტად არ მახსოვს. მთელი პატარა ბიჭები, მთელი ახალგაზრდობა მაგა ესწრებათ. თქვენ გიდა ჩემი ფული მე თქვენ დედებს მოვთხოვრო. ხო. და მე ნუ იმას 25 სანტიმეტრი. ხო და მე ამას ბევრი ისაც შაყირიც მოყვა. დღემდე სოციალურ ქსელში შაყირიც. არ ძალიან კარგია, იცი რა, მისმინე განაცვალე. ლაპარაკობენ იმაზე, ცუცად და ავსაც ვინც საინტერესებთ. ვინც არ აინტერესებთ, ის მკვდარია ცოცხალი მკვდარი ლეში. დიახ. მორჩა, ილაპარაკონ, რაც უფრო მეც ილაპარაკებენ, უფრო შეემუნებს. კარგია ესეთ დამოკიდებულება რა გაქვთ მით უმეტეს თქვენ თაობას ხო სხვა დამოკიდებულება ქონა ჭორებზე, ხმაზე და ასე შემდეგ. მაგრამ აი ერთ დილასო გავიღვიძეო მწერლათო. მე მგონია რომ მწერლად არ იღვიძებენ ადამიანში რაღაცა უნდა იყოს კოდირებული. ხო, აი ამას გეტყვით. ეხლა მე ისტორიკოსი მყავდა მამა, დედას პედაგოგი მყავდა. მთელი ჩემი ცხოვრება ესე იგი ხულიგანიც ვიყავი, მაგრამ წიგნი მიყვარდა დღე და ღამე ვკითხულობდი. პოეზია ვიცოდი უამრავ შენს კარგად იცი რომ მე პოეზია არ ვიცი მთელი მსოფლიოს პოეზია ვიცოდი ზეპირად სონეტები ჯონ კიტსის იმის საქვია ლორდ ბაირონის შექსპირის და რა ყველა რავი მილიონის გალაქტონი ვიცოდი სლიანად მთელი წიგნი ვაჟაფშაველა რავი ნუ ეს რა შუაშია თქვენ ნიჭით არა სხვა რამეს ვიცოდი მიყვარდა ძალიან კითხვა ჩემ ცხოვრებაში არის მანდ მიდივარ ზუსტად ჩემ ცხოვრებაში ერთი ფრაზა არ დამიწერე არასდროს არაფერი დაიწყო ესე რომ ღამეები მაღვიძებდა რაღაცა მეუნებოდა დაწერე აი ეს აი ღამე ვიღვიძებდი ამით ერთხელ ავდექი ჰორმონები ვიდგაცებო ერთხელ ავდექი და დავწერე ისეთი იდიოტობა დავწერე დავხიე მე დავწვი ვიფიქე ვინმე ნაგლეჯები არ ნახოს შვილებს მიცავარ გავიდა თვენახევარი იმის შემდეგ სულ მაწვალებდა და ერთ დღესაც ავდექი და 3 პატარა მოთხრობა დავწერე. და ეს მწერლობა შემოსავლის წყაროდ ხარ გაიხადეთ. აი თქვენ რაღაც ახალი ჟანრი მოიგონეთ, ხო? მოგონებები ნოველებად, ხო და ვიღაც ცნობილ ადამიანებზე თან აი მე დავაკვირდი რა. ახლა არ გეწყინებათ ისეთ ადამიანებზე რომლებსაც გავლენაც აქვთ რაღაცა კარგათაც ხოლო იმაც ეწერთ ამ მოგონებებს. აი გეტყვი. შემოსავლის წყაროდ ხარ გაიხადეთ. შემოუხროს კაცო, აი გეტყვი ეს რამეს. პირველად მე ამ ეს ჟანრი მოგონებები ნოველებად დამაწერინა მანანა ჩიქოვანმა. დიახ. მანანა ჩიქოვანი გახლავთ კონცერტმეისტერი, წინვალე მეუღლე ლადო ათანელის და თან მისი იმპრესარიო იყო მთელი ცხოვრება, მთელი მსოფლიოს ვარსკვლავების ის წაიკითხა ჩემი წიგნი ის პლუს მე, რომელიც შენ წაკითხული გაქვს და აწყვეტილის ის რომლიდანაც მოთხრობები ბევრი დაიბეჭდა თქვენს ჟურნალში. გაზეთში. თქვენს გაზეთში. ქართულ სიტყვაში ჟანსუღ ჩარკვიანს. ხო, გენას ჟანსუღ ჩარკვიანთან იმის ხსოვნას, რავი, უდიდესი პოეტის, მსოფლიო მნიშვნელობის პოეტის. ჩემთვის აი უსაყვარლესი კაცი. ხო და ეხა გეტყვი რაღაცას, რა. ამ ქალმა მითხრა უცბად, დავწაუკითხია და მთელი ღამე ვტიროდიო. და უთქვია იმისთვის, ნანა
ხუნდაძე კონცერტმეისტერია ჭუტა წერეთლის მეუღლისთვის. ვინც ათხოვა ეს წიგნი? გამაცანიო რა ეს კაცი. მიმიყვანა ნამა და გამაცო და მითხრა შეგიძლიათ რომ აი ჩემს მეუღლეზე დაწეროთ მისი ბიოგრაფია ნოველებში გაცოცხლება. მე ვუთხარი ეგეთი ჟანრი არ არსებობს. არ ვიცი, აი როგორ გითხრათ მეთქი. მოდით ვცადოთ მე ვუთხარი და დავჯექით მე ეგა და თავისი მეუღლე. ჰონორარი არ მოითხოვეთ და ისა რამდენი გნებავთო მითხრა. მე ვუთხარი ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ ჯერ უნდა დავწერო. მე რა ვიცი შევძლებ. გავაკეთეთ პირველი ორი მოთხრობა დავწერეთ თუ რა მითხრა გავიმარჯვეთ უკვე ამ ქალმა. ძალიან ჭკვიანი ქალია. და წავიდა და 50 მოთხრობა დავწერე. პირდაპირ მიყვებოდნენ რაღაცებს იქვე მოთხრობას წერდი. რა თქმა უნდა გამომიტანეს ფული და უნდათ ფული ეცოდება. რამდენი გამოგიტანეთ? არ ვიცი, იმიტომ პაკეტში იყო. მე ვთქვი არ არსებობს უკვე იცი რა ჩვენ უკვე შევედით ხო დამეგოვნით თან ეხლა წერ და ვფიქრობ ვიზე ვწერ ამ გენიოსზე რა გენიოს მომღერალ. ხო ჩემი თანასოფლელია. ხო ვიცი ახალი კაცი. ქიზიხელი დედოფლის წყაროდან. სოფელი მაშინ ერქვა ჯაფარიძე ეხლა სამრეკლო და ათანელიშვილი და მამამისი და მამაჩემი თანამშრომლები იყვნენ და აი რა კაი ტიპები ვართ ეს ხო გენაცვალე ახალი კაცი აი შენერი ნიჭიერი ხო და ესე იგი და მე ვთხარი ეგ მეთქი არ არსებობს რა და თავი მოვიკა არა მაშინ მე ვთხარი მაშინ დავხევ ამას ყველაფერს აი ესე მოხდა ჩვენ და მაგრამ მე კაცურად გეტყვით ძალიან ლამაზი საჩუქარი გამიკეთეს ქვეშინან კი არ გამოვიდნენ და კი არ ისარგებლეს ამით რომ მე ფული არ ავიღე პირიქით და ეს ლამაზი საჩუქარი რა იყო რაღაცა გამიკეთეს ეს საჩუქარი ძალიან მესიამუნა რა და საჩუქარზე ვარი არ მithქვია რაც მართალი მართალი და ანუ მიხვდით რომ ეს შეიძლება ყოფილიყო დიახ მივხვდი დითი აი პირველი ორი მოთხრობა რომ დავწერე მაშინ მივხვდი რომ ახალი ჟანრი დაიბადა და პირდაპირ ვამბობ ეს ჟანრი მე არ გამომიგონებია ეს ჟანრი გამოიგონა მანანა ჩიქოვანმა იმან მიბიძგა ამის და შეკვეთით წერა არ გიჭირთ ხოლმე არ მიჭირს რატო ეხლა უყურეთ როგორ უნდა გამიჭირდეს ზურა ბანჩაპაძეზე რომ შემიკვეთეს უდიდეს მომღერალზე პლანეტის კარუზოს და მარიო ლანცას შემდეგ ყველაზე აღიარებული ხო მაგრამ ხოლმე იცნობდეთ ადამიანს მე ზურას ვიცნობდი ძალიან ახლო ყველას ხო არ იცნობ მოხარა გეტყვი მოხიბლული ვიყავი მითი მთელი ჩემი ცხოვრება და რაც დავარია იყო ესეთი კაცი ოტოლი ანჯაფარიძე და იყო ესეთი ქალი დევდარიანი ეთერი უფრო კარგი ადამიანები ჩემ ცხოვრებაში მე არ მყოლია პატარა ბიჭი რო ვიყავი ამ ხალხმა მე სითმო სიყვარული მაჩუკეს და მასწავლეს როგორ უნდა გიყვარდეს სამყარო და მეგობრები და როგორ უნდა მოეფეროს სამყაროს და ეს ოტოლი ანჯაფარიძე და ზურა ანჯაფარიძე იყვნენ ალალი ბიძაშვილი მამიდაშვილები და ამათ რომ მოდიოდა ეგა ზურა მისი ძმა და მთელი და ძალიან მიყვარდა ეს კაცი მოხიბლული ვიყავი და დავწერე მასზეც ალიკო ხომერიკი ჩემი ძმაკაცი უახლოესი უდიდესი მომღერალი სოფლიო მნიშვნელობის ალიკო სპირიკით აგერ არის ალიკო და აგერ ვარ მე აგერ არის წერეთე ისა რა ქვია იმის სოლი ზურა ბანჯაფარიძის და თქვას თავიდან ბოლომდე დაუფინანსე წიგნი აი რა გაუკეთე ზურას ხსოვნას და ოტოლი ბიძიას ხსოვნას და ჩემა ალიკო მითხრა გივიჯანო რა უნდა გადავიხადო და მარინა უთხრა ცოლმა რა უნდა გადავიხადო და ცეცხლი და ნავთი რა ჩემს სახში საჭმელი უჭამია ყველაფერის ფული მოიტანოს და დადოცაკო და გავუკეთე ის ფულს ხوار გამოვარტყოდი ხო ეს გავიგე მე ჯაფარიძე აკადემიკოს ჯაფარიძეზე უდიდეს მეცნიერზე დიდი აკადემიის აკადემიკოსია მისი მეუღლე და მე ვარ და დაზმასავით ბაბუა ჩემი ყველაზე ძალიან მიყვარდა ქვეყანაზე ჯაფარიძე იყო მე იმისგან კაცო ფულს ავიღებდი. არა, ეს გავიგე, მაგრამ მწერლობაში თუ არ იღებთ ფულს, საერთოდ როგორი ტიპი ხართ, იცით გივი ბატონო? მე ასე მგონია, რომ აი ცივ ფაზე რო დასვაო, ხო, ამბობე, რომ მაინც იცხოვრებს, კითხვას დავსვა. აი მაგალითად ისიც გამიგია, რომ თქვენ შემოსავლის წყაროთ აქციეთ თამადობა. მე კი არ ვაქციეთ შემოსავლის წყაროთ, აი გეტყვი რაღაცას. ჩავედი მაგალითად თურქმენეთში და თამადავარ. წამიყვანა საქენა ვიღავს თურქმენმა მილიარდელმა მოითხოვა ჩემი და 8 თურქმენმა როგორ გაიგო ვიღაც მილიარდელი ხო და აგერ გაიგო ხო ჩემი საძმო ვიღაცები თელი სამჭაკავშირი მიწონა წამიყვანეს რო გამოვედი და $40000 ვჩუქრეს მაგალითად შენ რა სიძამდი ეტყოდი რომ არა როგორ გეკასრებათ არ ვეტყოდი იასნია კაცო ეხლა რომ მაჩუკებს ჯიგარში ვინც მაჩუკებს ტოტის 200-ის პისატის ყველას ავიღებ დიდი სიამოვნებით თამადობაში საქართველოში ყველაზე ბევრი რამდენი უჩუქებიათ
საქართველოში მე კაპიკი არ ამიღე არავისგან, რა უნდა იყოს საქართველოს და ამათი არა ჩვენთან არ არიან ეგეთი ხალხი. იქეთ აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ისრაელი. ხო. ისრაელი. აი ესეთ ქვეყნებში ცხოვრობენ სხვა. ხო, მაგრამ თამადობა ხო მაინც სხვა მუღამი აქვს, უნდა იცოდეთ ხო ოჯახს იცნობით არ ვიცი იმ გარემოცვა. იცი ჩემო კარგო, ნიჭიერება რა არის იცი? როცა არავის არ იცნობდა, ისე წაიყვანს უფროსო ყველა იფიქრებს, რომ ყველაზე ახლობელი ხარ ამ ოჯახის და რა ის, რომ ოჯახის მართლა ახლობელი ხარ იდიოტივით, ხმას რო ვერ გაიღებ და თამადობა ის არის. ნიჭიერებაა თუ ავანტიურიზმი? იცი რას გეტყვი? რა არის საერთოდ ადამიანის ცხოვრება? დოყლაპია უნდა იყო და იდიოტი ესა. და ვინმე რამეს მოხდებს ამ გლების ხროვაში? ავანტიურისტიც უნდა იყო ოღონდ, როგორი ავანტიურისტი იცი? სხვას ცუდი არ გაუკეთო. შენი ავანტურიზმის არავის არავნო და შენ თვითონ ბედნიერი იყო. რა არის ამაში ცუდი? აბსოლუტურად ავანტურაში ცუდი არაფერი არ არის. მე გეთანხმებით მაგაში, მაგრამ აი ესეთი კარგი ავანტურისტი ტიპი, რატო არ დაიყენა გვერდით ბიძინა ივანიშვილმა? იცი რა, მე ბიძინა ივანიშვილთან ვერასოდეს ვერ შევიდოდი კონტაქტში რატო? იმიტომ თქვენ ნიჩეს პატივცემთ და ის არ აცემთ. არა, გეტყვი, ძმობას ვიცავარ, თუ ვინმეს ვეჯავრები რა. და არ უყვარვარ. სულ ყველა მომღერლიდან დაწყებული, პოეტი და დამთავრებული. ყველა ტიპები, ყველა მაგის უახლოესი მეგობრები არიან, ვისაც მე არ უყვარვარ. არც მიცდია მასთან ახლო ყოფნა, არც მინდა უდიდეს პატივს წემ, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი სიკეთები გაუკეთა ჩემს მეგობრებს, აი ინტელიგენციას მაგალითად. თუმცა თქვენი ინტელიგენცია არ გიყვართ. ხო, ვაჟა აზარაშვილს, ჩემი ნუნუ გაბუნიას, ფრიდონ სულაბერიძეს, ომარ მხეიძეს, უამრავ მსახიობებს ჩემს კოლეგებს და 2000 და 3000 და რა ვიცი ხელფასები დაუნიშა და მადლობელი ვარ რომ ეს ხალხი შიმშილს გადააჩია. დანარჩენი მე მაგ კაცთან შეხების წერტილი არ ამაქვს, არც მინდა რომ მქონდეს, არც დამიწერია რომ გთხოვთ რომ დამეხმაროთ ანამე. ხო, თქვენ რა გჭირთ დასახმარებელი არ გამაგიჟეთ? არა, არ მეკადრია. მამენ თუ მოინდომებთ, იქით დაეხმარებით ივანიშვილს, მაგრამ ეხლა ივანიშვილს ვერ დავეხმარები, მაგრამ დასახმარებელიც არა ვარ. ხო და აი ესა ინტელიგენცია რატო აღარ გიყვართ? მახსოვს ჩარშან თქვი. იმიტომ რომ ინტელიგენცია არის ყველაზე მოღალატე რა. თქვენ ხო ინტელიგენციის წარმომადგენელი ხართ? ხო, მეც ინტელიგენციის ხო, აი ისეთ იბება, როგორც ისინი არიან ყველა. აი ხა უყურე, მე არ მიყვარს, აი მაგალითად, აი მე რო შენგან ჩემო ვანო, ავიღო დახმარება რომ გამიკეთო შენ მე. და მე ვიცოდე რომ შენ ხარ გაფუჭებული კაცი. დაუმშვათ. შენ ჩემი ძმა ხარ მე, იმიტომ რომ გაფუჭებული კაცი ხარ. მე შენგან თუ დახმარება ავიღე. ესე იგი თქვენს გაფუჭებული რა მოხართ? და მე შენ გაგინე. მე შენზე 10 ჯერ მეტად გადახსირებული ვარ. და თან მეორე არამა, თუ დასტოინი ხარ და მართლა წესიერი კაცი ხარ. თუ იცი რომ ის სუდი კაცია, იმისგან არ უნდა იყოს დახმარება. მართალი ვარ ამაში. ხო, ეგით ხარით. ხო, გენაცვალე, ამას ვიძახი ზუსტად მე. და მარტო თქვენს ხო ინტელიგენციის წარმომადგენელი ხართ? აი მახსოვს ჩარშან თქვით რომ მე შეიძლება პარტია შევქმნა, ოღონდ ინტელიგენციას არ რა თქმა უნდა, ახლო არ გავაკრებ. იმ პარტიაში იქნებიან მხოლოდ უბრალო ხალხი, რომლებიც ყველაზე ბრალიანია ამ ქვეყანაზე. აი ვისაც გული აქვს, ვისაც ჯიგარი აქვს, ვისაც კაცობა არ დაუკარგია, ვისაც ქალობა არ დაუკარგია. აი ესეთი ხალხი. აი კაცობა როგორ უნდა დაკარგოს ან ქალობა ადამიანმა? ყველანაირად გენაცვალე, როცა თაღლითი ხარ, როცა მატყუ არა ხარ, როცა შენ სიტყვას ფასი არა აქვს, როცა იმაზე ხარ ცუღლუტობაზე ვიღაცა მოატყილო, როცა მთელი ცხოვრება ცხოვრობ ისე რომ სხვისი ჭირი ღობეს ჭირი, აი ესეთი ხალხი მე ამწამს. და მე უბრალო ხალხს უყურებ, ისინი სხვანაირი ჯიგრის მატარებლები არიან. აი ხლა შენ თქვი ჩემი სოფლელიაო, ხო? ათანაზე. მე აი სოფლელი ხალხი მიყვარს, მუშა კაცი მიყვარს. ქალაქელი ივანიშვილი სოფლელია. ივანიშვილი სოფლელია. მე ივანიშვილთან მე რა საქმე მაქვს? ხო და გიყვარდეთ კაცოვა? არა, რატო უნდა არც მიყვარს, არც მეჯავრებ. ესე იგი კოცი არა ხართ? ვინა კაცო რა კოცი? მე ჩემ ცხოვრებაში პარტიის წევრი ვარ, არც ვიქნები. არც კოცი ვარ, არც ნაციონალი ვარ. არც მიშა არ გევასებოდათ? აი ხა გეტყვი, მიშაზე აი ზუსტად გეტყვი ერთ ამას. მიშა სააკაშვილი, მე არა ვარ ის კაცი, რომელმაც აი არტისტები რო არიან რა. მიშა სააკაშვილზე ნიჭიერი პოლიტიკოს მე იშვიათად შემხოცია. ჩაქოლავენ ამ ერთი წუთი ჩამქოლონ კაცო პირდაპირ ხო იწერება. ხო, აბა რა. ეს არის, ეს იყო უდიდესი ორატორი. ენერგიით სავსე კაცი. ხეცი რაღაცნაირი რა. მაგრამ რამ დაყვა, ხო? ქვეყანა შექმნა, ძმაო, კანონები შექმნა, ქალაქები შექმნა, გზები, მაგრამ რა უბედურობა დაემართა.
კანონის შექმნა და ის კანონი პირველმა თვითონ დაარღვია და კანონი თავის თავზე მოირგო. ეგ რო არ გაეკეთებინა და ის ბინძური ხალხი არ ყოლებოდა გვერდში, ვინც 1000 უბედურება ჩაიდინა იმ პერიოდში, სამარადისო პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ იმის შკუა ქონდა, რომ ნიჭიერი ყოფილიყო, ამის ნიჭის შკუა ქონდა და ის შკუა არ გამოადგა, რომ შეენარჩუნებინა აი ეს ქვეყანა და ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ვერაფერს წარმოვიდგენდი, რომ თქვენ იქნებოდით ფარული ნაცი. მე ვარ ნაცი? მიშას ისე აქებ დაადიდოთ. აი ყურე, გათახსირებული უნდა იყოს ის კაცი, რომელიც დროს არის მორგებული და ერთი სკამიდან მეორეზე ხდება. მე ყოველთვის ვიდახდი, რომ ნიჭიერია. ნიჭიერია, მაგრამ ნიჭიერება ვერ გამოიყენა ძმაო. ესე იგი, ესეთი უბედურებები, რაც აჩვენეს, ების უკეთებიათ, ხო? ხალხის გაუპატიურება, ისა წილებში ჩაჯდომა, წართმევა, ეგ რო არ გაეკეთებინა, სამარადისო პრეზიდენტი. იცნობთ ისე? ძალიან ახლოს. აი ახლოს როგორ შეგეძლოთ პრეზიდენტი რო იყო დაგერეკათ და გეთქვა და ამერიკა კი არა, რო შემხვდებოდა მკოცნი და გივი როგორ ახარ და მეც ძალიან სიმპათიით ვიყავ. მე მეგონა რომ ეგ იყო ის კაცი, რომელსაც თავის სამშობლო უყვარდა ძალიან. ნუ მერე რო სხვანაირად გამოვიდა ძალიან გული მეტკინა და მჯერა ყველაფრის იმას, რასაც იძახიან მასზე. რეებიც ხდებოდა. როგორ წაართვეს ხალხს ისინი ბიზნესები, როგორ გააუბედურეს, როგორ ხალხი გააუპატიურეს, მჯერა ესა და ამიტომ ყველანაირად გული გამიწყდა მაკაცის მიმართ. მაგრამ იმას ვერ უარყოფ, რომ ნიჭიერი იყო და შეეძლო ეს ნიჭი გამოეყენებინა ძალიან ჭკვიანურად და სულელურად გამოეყენა სადისტურად. სხვათაშორის თქვენ მიხვედით იმ მიტინგზე ერთი თვის წინ თუ თქვენ ახლა წინ, რომელზეც ამბობდნენ რომ კი ეს იყო მართალია შუმკვდარი მამების მიერ ორგანიზებული, მაგრამ ამბობდნენ რომ ამით უკან დგას ნაციონალური მოძრაობა. არ გაგიტყდათ რომ მიდიოდით ჩემო საყვარელო, პირველი მივედი, აი ტირილი მომივიდა, დავიწყე ტირილი, შვილებს ვიცავარ, ის რო ტიროდა ის საწყალი და ვერ მოვიჩვენე და მივედი კაცურად. მაგრამ როგორც კი გამოვედი იქიდან და რო ვნახე რაც ხდებოდა ქვემოთ, ეს პარტიები და ისა იმ წუთში მეორე დღეს ჩემი ფეხი აღარ ყოფილა იქ. რატო არ ყოფილა? იმის გამო ჩემო კარგო რომ მე არც ერთ პარტიას პატივს არ ვცემ. არც ნაციონალს, არც ოცნებას, არც დემოკრატს, არც იმას, არც ამას. ჩემთვის პარტიები არის სასაცილო საქმე, ესენი მატყუარა ხალხია, რომელიც ჩემერს ატყვილებენ და მე მატყუარებთან საქმე არ ამაქვს. როგორც კი ვნახე რომ პარტიები იყო, ჩემი ფეხი იქ აღარ ყოფილა. მე მივედი გაუბედურებული შვილმკვდარი მამების და დედების გვერდში დაწვდომა. და თქვენ პარტიულ ხო შინაგანი რა თქმა უნდა. ჩემი პროტესტი შინაგანი შვილი მყავს დაკარგული ხო? აი ეგ იყო. და ბატონო გივი აი დღევანდელი გადასახედიდან ამდენი მოესწალით რამდენიმე თაობას, ხო, კომუნისტებს, დამოუკიდებელ საქართველოს, ქოცებს, ნაცებს, ხო? ყველაზე კარგად ლაღად, რომელ ეპოქაში გრძნობდით თავს? იცი რას გეტყვი, მე არც ერთ ეპოქაში ახლა ცუდად თავი არ მიგზნია, მარტო ცუდად ვიგზნე თავი იმ ეპოქაში, სადაც მხედრიონი, გვარდია, ესენი და ხალხს ვაყაჩავენ. ჯაბა ვერ გიტანდათ? არა, ჯაბასთან მე არ მქონია ცუდი დამოკიდებულა პირიქით, რომ შემხდებოდა იუსგარ, გივიჯან, როგორ ახარ, ამბავი აკეთიკით. მე მაგასთან იუსგარა იყო ესეთი ზურა ქარსელაძე, მოადგილე ტყავდა, ის ჩემი ზმაკაცი იყო უახლოესი. მე კაი დამოკიდებულება მქონდა ყველასთან, მაგრამ ვერ ვიტანდი ამ ყაჩაღობას, უბედურებას, ჩავიდნენ სამეგრელოში, გაუბედურეს მეგრელი ხალხი კაცო. ცალკე ბანდიტობდნენ ეს, რა ქვია, გვარდია ცალკე ბანდიტობდა მხედრიონი. რა თქმა უნდა, მხედრიონშიც და გვარდიაშიც იყვნენ წესიერი ხალხი, ვისაც მართლა სამშობლო უყვარდათ. მაგრამ ბოლოს რა მოხდა? ისინი საწყები დაიღუპნენ და დაყოცეს სამშობლოს გულისთვის, სიყვარული და ვიღაცაებმა ძარცვა გლეჯვა გამოაცხადეს. რა თქმა უნდა, მაგდოს ძალიან ცუდად გნობდი თავს. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა ბიზინა ივანიშვილმა საქართველოს აჩუქა ის, რა ქვია, ეკლესია, სამების ტაძარი. თუმცა არ დაგავიწყდეთ და მაშინ უნდა გწოდნათ, რომ ივანიშვილი არ არის, ანუ აგნოსტიკოსია, მოკლედ ასე. როგორ არის? აგნოსტიკოსია, ანუ ის არ აღიარებს ღმერთს და ასე შემდეგ. როგორც მაშინ დაიწერა Forbes-ში ინტერვიუში. აი, გეტყვი ერთ რამეს, ბედნიერი ვიყავი ეს ეკლესია რო აჩუქა. მე ერთი 365 ეკლესია აღადგინა. მე რო გავიგე რომ ამ ჩემ ეხლა ეპირფერებით მე. არა, აი ხო, არა, ბოლოს მე რას ვიტყვი. მე რო გავიგე რომ ეს ჩემ მეგობრებს ყველასო დაეხმარა,
იმას რო გადაარჩინა შიმშე და გამეხარდა რა და ბედნიერი ვიყავ, მაგრამ ეხლა როგორც წავიდა ეხლა მდგომარეობა უკვე რო სხვანაირად ხო, უკვე გული გამიცულდა მეც. გესმის ხო აი რას ვიზახი? კი, მესმის. არა ვარ, ეხლა ხო გეუბნები, აი ეს პერიოდი ბედნიერი ვიყავი, რომ ვიფიქრე ჩემ ხალხს რაღაც ეშველა სამების ეკლესიამ აი ახლიდან დამბადა რა. მაგრამ ეხლა ის რო აირია ყველაფერი ის დანიშნა, ეს ეხლა ჩვენი პრეზიდენტი როა ხო? ხო, რას უწუნებ? ის პრეზიდენტი, არა, რას ვიდახი? ის პრეზიდენტი ხო ხალხს მაგან ძალად არჩევინა ხო სწორება. თქვა რომ თუ არ აირჩევთ მე წავალ აქედან. ის და ხალხმა აირჩია ხო? აი თქვენ რო იყოთ პრეზიდენტი, რას გააკეთებთ? აი მაგას ვიძახი, ახლა მე მისმინე გენასვალე. პრეზიდენტი რო იყო, უნდა იყო ნამდვილი პრეზიდენტი. ვიღაცის დასმული კი არ უნდა იყო. ხალხმა უნდა აგიჩიოს და ხალხს უნდა უყვარდე. გამიგე როგორ ვიძახი? ხო და ხალხს ხო უყვარ ხართ? არა, მე სხვა რამას ვიძახი კაცო. ხალხის არჩეული, თუ ხალხის არჩეული პრეზიდენტი ვიქნები ხალხის და არა ვინმეს დასმული. მაშინ ჩემი ერის გულისთვის თავს გავწირავ რა. და პრეზიდენტი ესეთი უნდა იყოს. მას თავის თავი კი არ უნდა უყვარდეს სამშობლოში. სამშობლო უნდა უყვარდეს. თავის გარეშეც. გამიგეთ ესეთი მწავს პრეზიდენტი. ეხლა ჩვენ რა გამოგვივიდა დღეს? პრეზიდენტი პრემიერს ებრძვის, პრემიერი პრეზიდენტი. ანუ არ მოგწონთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება. თქვენი შვილი ცხოვრობს ამერიკაში, ხო, ჰოლივუდში. წადით რა ამ ქვეყნიდან? გეტყვი რაღაცას, აი კაცურად ვიზახი. მე ვარ გივი სიხარულიძე, რომელიც ღმერთმა შემქმნა ჩემი სამშობლო საქართველოსის. მე 24 საათი ვიბრძვიდისთვის. აი ხლა უყურე ვანიკო გაგიკვირდება. მე რამდენჯერმე მკითხავს, თქვენ აი ჰომოსექსუალისტების წინააღმდეგა ხართ? მე ყველას ვუთხარი, მე მაგა წინააღმდეგი არა ვარ, ძმაო, მე ჩემი პედაგოგი, ყველაზე დიდი პედაგოგი, ვინც ყველაზე დიდი ბალეტმეისტერი, დედამიწის ზურგზე. ის კაცი მე სიგიჟემდე მიყვარდა, დღევანდელი ჩემი იდეალია. იურა ზარეცკი იყო. ჩემი ძმა კაცი იყო, ჰომოსექსუალისტი იყო, მე რა. და უამრავი მყავს ეგრეთი მეგობრები. მე მარტო ერთი რამე არ მომწონს. ძმაო, მე შენ დაგპატიჟებ ქორწილშიც, ვიზმა კაცებს შეთან გვერდში დაგიდგები, თავზე გადაყვები, მაგრამ ნუ მომახვევ თავზე, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ეს გენიალური და მამაკაცობა არის სამარცხვინო. მე არასდროს არ თქვენ ვინმე მოგახვიეთ თავზე? არა, მე რო უყურებ როგორ ახვევენ თავზე ამას საზოგადოებას, ამის წინააღმდეგ გამოდივარ, რომ არ მომწონს. მე მეორე, ჩემო ვანო. პლანა ქეშები რო არიან, პლანს რო. ო, ეხა არ მოგიწევიათ პლანი? თუ მომეწიოს, ღმერთმა დამწყლოს. სიგარეტი არ მომიწევიათ ჩემ ცხოვრებაში. პლანა ქეში გამკეთებელის ჩემთვის მისაღები არ არის. ამის წინააღმდეგ გამოდივარ და ბრძოლობ, იმიტომ რომ მინდა ძმაო, ჩემო ვანო რო შენი შვილები, აი პეტრეს შვილი, ივანეს შვილი, შვილიშვილები იყვნენ ჯანსაღი ხალხი. ჯანსაღი ერი მინდა რომ იყოს ჩემი. ჯანსაღი და ჯამრთელი და ჩემი საქართველო უყვარდეთ და მთელი მსოფლიო ამაყობდეს ჩვენთან გაზრდილი ახალგაზრდებით. ამიტომ მე ჩემი საქართველოს შვილი ვარ. მე ახსნა დარწავალ და თუ ვინმე წასა უნდა წავიდნენ და მე გავაცილე. კარგი, აი თუ დაწერთ, ვთქვათ, ბოლო პერიოდზე რამე ნოველა მოგონებას, რაც პოლიტიკურს გულისხმობ. კი, როგორ არ დავწერ, იმიტომ ძენ უკვე მზათაც მაგ ძალიან ვინ არიან პერსონაჟები? ყველა გენდა. მიშა, ბიძინა. ყველა გენდაცვალე, ყველა იქნება პერსონაჟები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე აუცილებლად დავწერ, იმიტომ რომ მე ყველაფერს ხედავ, ყველაფერი ვიცი, ყველაფერი წრიალებს ჩემს. იცი როგორ არის, ჩემო ვანო, შენ ახლა ძალიან მაგარი ჟურნალისტი ხარ, ბევრმა არის ის შენ ვინ ახლა, შენ გონი ხარ ტელე წამყვანი და ეს ჟურნალისტი. მაგათ არ წაუკითხია ძალიან ბევრს. რედაქტორი იყავი ამდენი წლები. წინვალე გაზეთის ჯანსუქ ჩარკვიანი რო ადამიანს ეს ბრძენი პოეტი ანდობს და მიენდობა ბრმათ მიენდობა თავის გაზეთს რანიჭერი უნდა იყოს ის კაცი. არა, მე მადლობას ნომიხდი. რანიჭერი უნდა იყოს, ხო არიციან შენ ვინ ახარ, ხო როგორი? მე გმინდა გითხრა შენ ერთი რამე. ჩემო კარგო, შენ ახლა მოისვენებ ისე რომ არ მოამზადო შენს გონებაში დღევანდელი ეპოქის ყველაფერი ერჩვენერ დღეს არ გამოემზევრო. რა თქმა უნდა არა. ვერავინ ვერ დამაჭ ხო, რა თქმა უნდა არა. ასე ვარ მეც. ეს ყველაფერი გროვდება ტვინში და გულში. აი მე გეტყვი, არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან გულიანი ხალხია, მაგრამ არ აქვთ გონი.
ძალიან მიყვარს ის ხალხი, მაგრამ რადგანაც გონია რა შეცდომებს აკეთებენ. არიან ძალიან გონიერი ხალხი, უამრავი, მაგრამ გული არ აქვს. და რადგანაც გული არ აქვს, ჩემო კარგო, მაინც ვერ შედგნენ. და მე ვიტყვი ერთ რამეს. მე ველოდები იმ დღეს, როცა ჩვენ ზემოთა ფენებში, ვინც ქვეყანას მართავს. მოვა ისეთი კაცი, და ეს აუცილებლად იქნება, რომლის გონი და გული ერთმანეთში იქნება შესული იდილიაში და გონი და გული ერთად გააკეთებს საქმეს. რა თქმა უნდა, ბატონო გივი, დრო ამოგვეწურა სამწუხაროდ, მაგრამ სანამ კამელები გაითიშება, თქვენი ცხოვრება, როგორც დავიწყეთ ინტერვიუ, ხო იყო აწყვეტილი არის თქვენი ცხოვრება. მოდი ახლა აიწყვიტეთ და რამე გააკეთეთ აწყვეტილი რა. გეხვეწებით რა. თუ გიყვაროთ. კი ბატონო. აი შეგიძლიათ ტანსაცმლით აუში გადახტეთ? ტანსაცმლიც კი არა, თუ კიდე იმასაც გავიკეთებ, შლებზე ისე გათავ. არა, შლემის garaში გააკეთეთ? აი რავსა. ოღონდ ის პეტრიჩკას მოგხსნათ რა. ხო? თორე ეს გაფუჭდება და ეს პეტრიჩკას უბრდება და მე კიდე მწირავს. რატო გწირავთ, კაცო, ცურვა ხო იცით არა? ცურვა კი ვიცი, მაგრამ ტანსაცმლი. ჰა? ესე იგი უნდა აიწყვიტოთ. ვაროჯა შეგიდა რომ ავიწყდე და ტანსაცმლი გადავეშვე იმაში. ხო, აბა რა. შეაბუნები. აბა. და ამით დამთავრდება ეს ინტერვიუ. ამით დამთავრდება ეს სიუჟეტი, არა? აჰა, ძმაო. აი ესეთი რესპონდენტები ძალიან მაგრებია, მაგარია. ტრადიციას დავარღვევ და დღევანდელ გადაცემას ბოლო თქმის გარეშე დავასრულებ. ან და იმაზე მეტი რაღა უნდა ვთქვა, რაც გივის სიხარულიძემ თქვა. ხო და ჯანის სიმართლე ბატონო გივი.